პატარა ცვლილება მოხდა და კაცი ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო მოხსენება ბატონ დათო მინდორაშვილის მეორე ქესალოს სასახლის არქეოლოგიური გათხრის შედეგებით წარმოდგება. მოგზაურობთ ბატონ დათო. მოგესალმებით. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოსთან არსებული არქეოლოგიური ობიექტი ჯერ კიდევ 2020 წელს აღმოჩნდა, როდესაც ბატონ ბიძინა მურვანიძის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიცია ამ მიდამოებში ატარებდა დაზვერვით სამუშაოებს სახელმწიფოებასთან დაკავშირებით. აქ მეორე ქესალოს მიდამოებში მტკვრის მარჯვენა ნაპირის მაღალი ქარაფის პირას დაზვერვის დროს მიკვლეული იქნა ნაშთი არქეოლოგიური ობიექტისა, რომლის ნაწილი ჩანდა ქარაფის ჭრილში. აქ თავიდანვე გამოჩნდა ეს არქეოლოგიური ფენები, რომელიც შეიცავდა ალიზის დიდ აგურებს, აგრეთვე კრამიტ ყრილებს, დამწვარ ფენას. და ჯერ კიდევ გათხრამდე ჩანდა, რომ საქმე ჰქონდა უკვე ძალიან მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტთან. ადგილობრივმა მოსახლემ ელშან მუსტაფაევმა ჩვენი ყოფნის დროს გადმოგცა ქვის ორნამენტული ნატეხები და ამავე დროს დავაფიქსირეთ ისიც, რომ ქვის კარგა მოზრდილი დიდი ორნამენტული ნატეხი ადგილობრივი მოსახლეობის რაღაცა ჯგუფს, ოქროს მაძიებლებს, რა თქმა უნდა, მისთვის ძირი გამოეთხარათ, თავიდან ეს ქვა მდგარა აი ამ ადგილას, ძირი გამოეთხარათ და რადგან ვერაფერი ვერ უპოვიათ, მტკვარში გადაუგდიათ და აი მტკვრის ერთ-ერთ ტოტში ჩანდა აი ეს ორნამენტული ქვა, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა, იყო სვეტის ბაზა. 2022 წელს ჩვენ ჩავედით ხელმეორედ ამ ადგილას და ამოვიღეთ აი ეს სვეტის ბაზა ჭაობიდან საკმაოდ რთული ამოსაღები იყო, იქაური ეგერები დაგვეხმარნენ და ეს ქვის ბაზა გადატანილი იქნა არმაზის ხევის არქეოლოგიურ საცავში. 2023 წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, ძალიან მწირი დაფინანსებით უნდა აღვნიშნო, ჩვენ მოვახერხეთ ამ ძეგლზე პატარა თხრილების გაკეთება, სულ 3 თხრილი გაკეთდა, 1, 2 და მესამე თხრილი. აი ამ ადგილას იდგა ის ქვის ორნამენტული ბაზა და ამით შემოიფარგლა ჩვენი სამუშაოები. ჩვენი გათხრების მიზანი პირველ რიგში იყო ის, რომ გაგვირკვია რა ძეგლთან ჰქონდა საქმე, რა ხასიათის ძეგლი იყო, გაგვირკვია მისი სტრატიგრაფია, ხასიათი და ასე შემდეგ.
2024 წელს ისევ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით და ამჯერად უკვე მუზეუმის ამოგვიდგა მხარში და ნაწილობრივ მანაც დაგვაფინანსა, გაგრძელდა ამ ქარაფისპირა ნაწილის გათხრები. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი იყო გადაგვერჩინა ძეგლი, უпростоრად გადარჩენით სამუშაოები ჩაგვეტარებინა ქარაფისპირა ზოლზე, რომელიც ყოველდღიურად და დღითი დღე სულ უფრო და უფრო ზიანდებოდა და აი მტკვრის პირას ხდებოდა აი ამ ძეგლის ნაწილების ჩაქცევა. 2024 წლის განათხარ სურათს ხედავთ და უკვე გამოჩნდა, რომ ძალიან სერიოზულ, ძალიან მნიშვნელოვან ძეგლთან ჰქონდა საქმე, რომელიც იყო ალიზის აგურებით ნაგები, მასშტაბით საკმაოდ დიდი იყო, იმიტომ რომ ჭრილში, ქარაფის ჭრილში დაახლოებით 70 მეტრ სიგრძეზე ჩანდა ეს კულტურული ფენები და ისიც გამოჩნდა, რომ ეს ძეგლი ხანძრის შედეგად იყო დანგრეული და განადგურებული. ესეც 2024 წლის გათხრებია, ეს სხვადასხვა ოთახებს, დარბაზებს გაჩვენეთ. ეს არის მეოთხე დარბაზი, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. სწორედ აი ამ მეოთხე დარბაზში დაახლოებით აი ამ ადგილას უნდა მდგარიყო, ზუსტად ვიცით, რომ მან დიდგა ის სვეტის ბაზა და გათხრების დროს გამოჩნდა სვეტის ბაზის სხვა ნაწილებიც. ერთი აღმოჩნდა აი აქ, ეს უკვე ჩაშლილი ბაზა, ეს მეორე ბაზა და აი მესამე ბაზის ნაწილები აქ აღმოჩნდა. მეოთხე ბაზა ამ დარბაზს უნდა ქონოდა სადღაც აი ამ ადგილას სამწუხაროდ ეს ნაწილი ამ დარბაზის არის მტკვარში ჩაქცეული და ნუ სამუდამოდ დაკარგულია ეს ადგილი. ხანძარშია მოხვედრილი, როგორც ხედავთ და აი ის ორნამენტული ნატეხები, რომლებიც აიკრიფა, აი მოკაცრავად, აი ამ ბაზის პრეპარაციის დროს და აი ამ ბაზის ნაწილებთანაც იყო ეს ორნამენტული ნატეხები, რომელსაც თქვენ ახლა წარმოგიდგენთ, საკმაოდ ადრეული ორნამენტებია და მე-5 საუკუნის მეორე ნახევარი მიწურული მე-6 საუკუნით თარიღდება. ეს არის 2024 წელს გათხრილი მეორე დარბაზი, რომელიც აი ესეთ მდგომარეობაში და უпростоრად მისი ავიღეთ ჩვენ უკვე კრამით ყრილი და აი 2024 წელს ამ დარბაზის ცენტრში გამოვლინდა აი ასეთი კარგად გამოკვეთილი საკურთხეველი. ეს არის დედოფლის მინდვრის საკურთხეველი და აქ მხოლოდ იმიტომ არის ნაჩვენები, რომ ნახოთ აი ძალიან დიდი მსგავსება აი ამ ორ საკურთხეველს შორის. შემდეგ ეს უკვე კრამით ყრილის აღების შემდეგ არის მეორე დარბაზის ნაწილია მხოლოდ გათხრილი 2024 წელს და აი 2025 წელს ანუ გასულ წელს ჩატარებული გათხრების ძირითადი მიზანი ჩვენთვის იყო კვლავ გაგვეგრძელებინა ქარაფისპირა ნაწილის გათხრა ამ ძეგლისა, ანუ ჩაგვეტარებინა გადარჩენით სამუშაოები და დაგვემთავრებინა წინა წელს დაწყებული იმ დარბაზების გათხრა, რომელიც დაიწყეთ და ნუ სამწუხაროდ თანხების ამოწურვის გამო შემდეგ შეწყდა ეს გათხრები. ეს არის 2024 წლის სურათი და აი ეს უკვე 2025 წელი, ანუ გასული წლის შედეგებია, გამოჩნდა საოცრად ისეთი მიმზიდველი და საოცარი გეგმის მქონე აი ეს დარბაზი. ამ დარბაზში ჩრდილოეთი მხრიდან ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც ესეთი შეჭრილია, ესეთი კორიდორები. აი ეს
2025 წელს გაითხარა უკვე ამ დარბაზის დასავლეთით მიმდებარე რაღაც სათავსოა და ეს კრამიტყრილის აღების შემდეგ. ხო, ნუ საბოლოოდ ესეთი სახე მიიღო აი ამ მეორე დარბაზმა. ხო, გასული წლის გათხრების მიზანი ისიც გახდათ, რომ ჩვენ შეგვესწავლა აი ამ დარბაზის სამხრეთით მიმდებარე ფართობი, რომელიც მანამდე ხელუხლებელი იყო, აქ გამოვლინდა 2025 წელს უკვე ერთი სათავსი, მეშვიდე ნომერის სათავსი, აქ ორჯერ იყო გადალესილი იატაკი, ჩვენ ხედავთ კიდე პატარა კედელს, რომელიც არც იქით, არც დასავლეთით და არც აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა. აი მეორე ქვედა იატაკის დონეზე აღმოჩნდა ეს ნაცრის კვალი. და აქვე აი ამ დარბაზს კი არა სათავსოს ესაზღვრებოდა დასავლეთიდან აი ესეთი კრამიტყრილი, რომელიც იყო დაქანებული აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. და დაქანება გამოწვეული იყო იმით, რომ მისი ნაპირი სწორედ აი ამ კედელზე, ალიზის კედელზე იდო და ეს კრამიტყრილი ხურავდა არა რომელიმე ნაგებობას, არამედ ეზოს ნაწილს ფარავდა. ანუ ღია ფართობზე იყო გადახურული და კრამიტყრილის აღების შემდეგ აი ასეთი სურათი გამოიკეთა, აქ პატარა ცეცხლის კვალია, ამ ეზოში შემოსვლა შეიძლებოდა აი აქედან დასავლეთი მხრიდან, უბრალოდ აი ასე რომ ვაჩვენოთ და ნუ კრამიტყრილის აღების შემდეგ აი ასეთი სურათი გამოიკვეთა. გათხრების მიზანს წარმოადგენდა აგრეთვე ისიც, რომ ბოლომდე მივიყანა მეოთხე დარბაზის გათხრა. ეს მეოთხე დარბაზი საკმაოდ დიდი დარბაზია და ყველა დარბაზს შორის, დღემდე გათხრილ დარბაზს შორის არის ფართობით ყველაზე დიდი, 17 მეტრამდე აღწევს მისი სიგანე და ჩვენ 2024 წელს მისი დასავლეთი კედლის მხოლოდ ერთი ნაწილი ჰქონდა, პატარა ნაწილი გამოვლენილი და უკვე 2025 წლის გეგმაში ჰქონდა ის, რომ ეს კედელი მიყოლოდით ამ კედელს და ბოლომდე გამოგვეჩინა ეს კედელი. ანუ ორი კედელი ცნობილი იყო, მესამე კედელი ქარაფშია ჩაქცეული და აი მეოთხე დასავლეთის კედელი გვენახა უკვე. აი ეს არის იმ ბაზის გამსხვრევები, აი აქ მეორე ბაზა, აი აქ იდგა ის პირველი ბაზა და აი აქ უნდა მდგარიყო კიდევ ერთი ბაზა, რომელიც მოგახსენეთ, რომ არის როგორც ჩანს პარში არის ჩაქცეული. ხო, აქ არის ეს გვიანდელი სამარხია, რომელსაც ამ დარბაზთან არავითარი კავშირი არ აქვს. და აი შარშენდელი გათხრების შემდეგ დარბაზმა მიიღო ასეთი სახე. ეხლა აქ ისე ჩანს, რომ თითქოს გასასვლელი არც ერთ მხარეს არ არის. და შესაძლოა, რომ ქარაფის მხრიდან, ანუ აღმოსავლეთის მხრიდან ქონოდა მას შესასვლელი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასე ზუსტად ქარაფის პირას არ იყო ეს დარბაზი აშენებული და ქარაფი უფრო გაცილებით შორს არსებობდა. ხო, საბოლოოდ, ხო, კიდევ გათხრების მიზანს ისიც წარმოადგენდა, რომ ძეგლის ტერიტორია დაგვედგინა სამხრეთით და ჩრდილოეთით. აღმოჩნდა, რომ სამხრეთით, ხო, აი ეს 25 წლის განათხარი ფართობია, აღმოჩნდა, რომ აქეთ სამხრეთით არაფერი აღარ გრძელდება და აქ უკვე ხევია და ჩრდილოეთითაც მოისინჯა და მომზადდა ტერიტორიები შემდეგი გათხრებისთვის. აქ გათხრებით ჩვენ გავხსენით უბრალოდ ეს ფენები, მაგრამ ესეთი ბოლომდე არ მიგვიყვანია სამუშაოები, იმიტომ რომ უკვე სამუშაო დასასრულს უახლოვდებოდა და
გაირკვა რომ სადაც აქ უკვე მთავრდება ეს ამ სასახლის ტერიტორია და აქაც იწყება უკვე ხევი და როგორც ჩანს ასე უნდა წამოსულიყო ეს არის ამ ის რა ქვია სასახლის ტერიტორია. ხო, ესეთი სახე აქვს საბოლოოდ მას ჯერჯერობით სასახლის. თავარი ნაწილი არის აქ. აქ არის ყველაზე ისეთი შედარებით დიდი შემაღლება და შემდგომი გათხრების მიზანი სწორედ ის იქნება, რომ ეს ტერიტორიები ავიღოთ და სადღაც აქ უნდა დაამთავრდეს ამ სასახლის ნაგებობები. ხო, გითხარით წეგა რომ ესე იგი ჩრდილოეთითაც მოვსინჯეთ ეს ყველაფერი, გავხსენით ზედაფენები ავიღეთ, მაგრამ უკვე დეტალები აღარ დაგვიზუსტებია. ქარაფის პირს მიუყვება 20 მეტრზე დიდი სიგრძის ალიზის კედელი და ეს ყველაფერი სამომავლოდ გადავდეთ. აქ ამ ადგილას არის რაღაცა, არ ვიცი, სვეტის რაღაცა ნაწილია, ამ მდგომარეობაშია და ჩვენ, შემდეგ მოვსკენით, რა ქვია, ამას ყველაფერს, ეს ყველაფერი მიწით დავფარეთ და შემდგომი სამუშაოები ესთვის გადავდეთ. ხო, ეს სასახლეს ვეძახით, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ შეიძლება და ეს ყოფილიყო. ძალიან მწირი არის თავისი არქეოლოგიური მონაპოვართა. ყველაზე მეტი რაც გვაქვს და ათასობით გვაქვს, ეს არის ღარიანი და ბრტყელი კრამიტი. ზოგიერთ კრამიტზე არის ბრტყელ კრამიტზე, ესეთი აქ არ ეთყობა შეიძლება ისე, მაგრამ ესეთი ჭდეული ორნამენტი შემოუყვება, მაგრამ არა ბევრს. რაც ეხება ღარიან კრამიტებს, ეს 10,000-ობით კრამიტი მართალი გითხრათ, სულ ხელში გავატარეთ. ყველაფერი, ყველა ნატეხი ვნახეთ, რომ ხომ არ შეიძლება და მასზე ყოფილიყო წარწერა, ორნამენტი, რაღაცა ნიშანი. მხოლოდ ერთადერთი პატარა ნაკაწრი ნიშანი იყო და მეტი არაფერი ამ 1000-ობით კრამიტს შორის. ეს კი არის კრამიტებზე შემორჩენილი შინაური ცხოველების ანაბეჭდები, ზოგი არის მცხრის, თხის, ძაღლის, ქათმის და ასე შემდეგ. ხო, რაც ეხება ამას, ეს არის სარლასტის ნალესობის კვალი და აქ კარგად არის შემორჩენილი ხის ტოტებისა და ლერწმის ღეროების ანაბეჭდები. სულ 3 ნივთი არის შემორჩენილი რკინის. აქედან ეს ერთი არის რკინის მოგრძო ღერაკი, რომელიც აღმოჩნდა მესამე სტელა რა არის, რა ქვია, მესამე ბაზის ნატეხებთან და ცხადია რომ ეს არის ღერაკი, რომელიც ბაზასა და სვეტს ერთმანეთთან აკავშირებდა. ეს ორი კი ადრეული შუა საუკუნეებისთვის ძალიან დამახასიათებელი მოხრილი და სწორტანიანი დანებია. ხო, ეს სანაყია. აქ ჩვენ ხედავთ შურდულის ქვას და მხოლოდ 2 ნივთი ბრინჯაოსი, ერთი არის ღერაკი და მეორე რგოლი. და ადრეული შუა საუკუნეებისთვის ძალზე დამახასიათებელი ეს კერამიკა, ესეც თითზე ჩამოსათვლელი და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს ნატეხი, დოქის ნატეხი, რომელზეც გამოსახულია ეს გამოსახულება, რომელიც რა თქმა უნდა ხარია, ქართული ასონიშანი. ხო, აქვე შეიმჩნევა კიდევ პატარა ნაკაწრი. ხო, ეს რა თქმა უნდა გამოწვის შემდეგ არის გაკეთებული.
ხო და შეიმჩნევა აქ პატარა ნაკაწრი და როგორც ჩანს იყო მეორე ასონიჩიანიც, მაგრამ ფრაგმენტულობის გამო აღარ ჩანს უკვე რა იყო ეს. ხო და საკმაოდ უცნაური მოყვანილობა აქვს ამ ხარს ყოველ შემთხვევაში ცნობილი აი ასეთი ჰორიზონტალური შვერილი ოღონდ ცოტა მოგვიანო პერიოდის იმაში, მაგრამ აი ასეთ ვერტიკალის ბოლოს ასეთი სკონდეს დაბოლოებები და თან ორ მხრივ ზემოთ ესეთი ის ხო ცოტა ესეთი საკმაოდ იშვიათია, მოკლედ გიო გაგოშიძის აზრით, რომელმაც ნახა ეს ადგილზეც და მერე ის აი ამ დროისთვის აი ხარის ასე გამოსახვა, რა ვიცი, მისთვის ყოველ შემთხვევაში სულად უცნობია. ხო, ეს არის იატაკზე დაფიქსირებული აი ეს დამწვარი ძელების ფრაგმენტები, ეს ფიცარია, ჩემო ბატონო, რომელიც საკმაოდ კარგად არის დამუშავებული. მოგახსენეთ, რომ ეს მთელი კომპლექსი არის ხანძარში მოხვედრილი და ეს ხო, ეს რატო გაჩვენებთ აი ამას? ხო, აი ეს არის ის კომპლექსი, განათხარი სასახლე, მისი ტერიტორია ვრცელდება სადღაც აი ამ მიდამოებში და აი ამას შევხედოთ, ეს არის 200 მეტრის სიგრძის შემაღლება, სადაც ისეთივე კრამიტები ჩნდებოდა დაზურების დროს, როგორი კრამიტებიც სწორედ აქ არის გამოვლენილი. როგორც ჩანს, ეს ორი კომპლექსი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, ჯერჯერობით ამისთვის ჩვენ ხელი არ გვეხლია ამ ადგილისთვის, მაგრამ ველით რომ საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენები უნდა ნახოთ აქაც. ხო, თავიდანვე ჩანდა უკვე პირველი, მეორე, მესამე სეზონის დროს, რომ აღკარად ერთ პერიოდში არის აგებული, ერთიანად არის აგებული ეს სასახლე. აქ არ არის სხვადასხვა სტრატიგრაფიული ფენები და შემდეგ. შესაძლოა რაღაცა მცირე გადაკეთებები რაღაცა ყოფილიყო შიგნით, ოღონდ მთლიანობაში არის ეს ერთიანად აგებული. და ძალიან საინტერესოა, რომ აი ამ კომპლექსის მთავარი ღერძი არის აი ეს სამი კედელი, ეს ერთი, აი ეს მეორე და აი ეს მესამე კედელი. აი ამ კედლის ირგვლივ და ამ კედლებს შორის არის განვითარებული მთელი აი ამ კომპლექსის კომპოზიცია, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. შემდეგ რა მოხდება ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ჯერჯერობით აი ასე ჩანს და რაღაცა სარკისებური დაგეგმარების პრინციპი უნდა იყოს აქაც, იმიტომ რომ რასაც აი აქ ვხედავთ, ეს ჩანგრეულია, აი მეორე დარბაზის აღმოსავლეთი ნაწილია, აი რასაც აქ ვხედავთ, იგივე უნდა ყოფილიყო, ასე ვფიქრობდით და კიდეც აღმოჩნდა, რომ სწორედ იგივე არის, იგივე სათავსი არის აი დასავლეთ მხარესაც. აქ შესასვლელი არის აი ამ ნაწილში და აი მეორე შესასვლელი არის აი ამ ნაწილში, აი მეორე დარბაზში. თავისი გეგმარებით ძალიან საინტერესო დარბაზია და ჩვენ შარშან მოხსენების დროს თქვით, რომ შესაძლოა ეს იყოს სწორედ ცეცხლის საკურთხეველი, რომელიც ძალიან წააგავს კი არა და ფაქტობრივად იმეორებს აი ცეცხლის საკურთხეველს, რომელიც ჩვენ დედოფლის მინდორზე გვაქვს. მართალია 5 საუკუნეა მათ შორის სხვაობა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ორივე ცეცხლთან არის დაკავშირებული და ეს ფორმებიც არ უნდა შეცვლილიყო, იმიტომ რომ თუ რაღაც არ მოხდა რელიგიაში, მართლა რაღაც ძალიან ესეთი რადიკალური ცვლილებები, ეს საკურთხევლის ფორმები არ იცვლება. ეხლა არსებობდა, ხო, შეიძლება ახლა ჩვენ შორს წაგვიყვანს ეს ჩვენი ინტერპრეტაცია, მაგრამ ხო, მინდა ის თქვა, რომ ჯერჯერობით კი არა და ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებთ რა ერქვა იმ ადგილს, სადაც ეს სასახლე არის აგებული. ეს სასახლე არის მტკვრისა და ალგეთის შესართავიდან 2 კილომეტრით
ქვემოთ. სამწუხაროდ ქვემო ქართლში ისე არის განადგურებული ეს ძველი ტოპონიმიკა, ქართული ტოპონიმიკა, რომ არ ვიცით რა ერქვა ამ ადგილს. ამ მხრივ არც წერილობითი წყაროები გვაძლევენ რაიმე მონაცემებს და არც რუკები. მაგრამ ერთი არის ცხადზე უცხადესი, რომ აი ეს კომპლექსი, რომლის მხოლოდ ნაწილია გათხრილი, არ შეიძლება ყოფილიყო ვიღაც უბრალო რიგითის საკუთრება. ის იყო ან ერისთავის კუთვნილი, ან პიტიახშის კუთვნილი, ან პიტიახშის სწორის, ან დიდაზნაურის კუთვნილი. შეუძლებელია, რომ ეს ამხელა კომპლექსი რაღაცა რომელიმე დაბალ ფენას კუთვნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ იაფასიანი მასალით არის ეს ყველაფერი აგებული, ძალიან შთამბეჭდავია, როგორც ხედავთ და როდესაც მთლიანობაში გაითხრება, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. ეხლა თარიღთან დაკავშირებით, მე წეგან განახეთ თქვენ ეს თარიღთან დაკავშირებით რა მასალა გვაქვს. წეგან განახეთ ის მოხრილი დანები, კერამიკაც, რომელიც ძირითადად, რა თქმა უნდა, ადრეული შუა საუკუნეებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ის დაუშვათ ზუსტ მას ვერ განსაზღვრავდა ხო საუკუნეებს. ხო, C14-ის დათარიღებით ჩვენ გვაქვს მე-5 საუკუნის დასაწყისი, მე-6 საუკუნის პირველი ნახევარი, ესე. მაგრამ სანამ C14-ის პასუხი მოვიდოდა, ჩვენ ამ ძეგლის თარიღს საზღვრავდით მე-5 საუკუნის სადღაც მეორე ნახევრით მე-6 საუკუნით. და ამის საფუძველს გვაძლევდა სწორედ აი ეს ორნამენტები, რომელიც წარმოადგენს სვეტის ბაზების ნატეხებს. და პარალელები, აი ეს განსაკუთრებით აი ეს სცენარეული ორნამენტი წარმოდგენილი ხო, აი ესენი ბოლნისის სიონის სანათლავის კაპიტელებზეა წარმოდგენილი. ესენი წარმოდგენილი არის აგრეთვე კაზრეთის სტელაზე, რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდებოდა, რომელიც ბოლნისის მუზეუმში დგას, აგრეთვე დამბლუტის წყლის ხეობისში არსებული აღმოჩენილი ის სტელის ბაზაზეა წარმოდგენილი აი ასეთი მცენარეული ორნამენტი, ასე რომ ყველა ის მე-5-მე-6 საუკუნეებში ექცევა და C14-ით ეს თარიღი გვაქვს მე-5-მე-6 საუკუნეები, ასე რომ აქ ეჭვის შეპარვა რომ შეიძლება შესაძლოა ეს ნაგებობა კომპლექსი იყოს გვიანანტიკური ხანის რაღაც მოგვიანო ეტაპზეც აგებული. ამას არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ მე-5-მე-6 საუკუნეებში ეს იყო მოქმედი კომპლექსი. ეხლა განადგურების შესახებ. გითხარით, რომ ეს არის ცეცხლში მოხვედრილი მთლიანად დამწვარი კომპლექსია. ძალიან ხო, ადვილად შეიძლება ვთქვათ, ტრის თავდასხმის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ხო, შესაძლოა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ის მეორე დარბაზისში არსებული საკურთხეველი, სწორედ ცეცხლის საკურთხეველი იყო და მე-5-მე-6 საუკუნეები, ზუსტად ის საუკუნეებია, ძალიან ძნელბედობის და რთული პერიოდია ეს ქართლის სამეფოსათვის, როდესაც მაზდეანობა ძალიან უტევს, როდესაც ძალიან ბევრი წვრილი ერი და არა მარტო წვრილი ერი, საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლებიც იღებენ მაზდეანობას და მარტო ვარსკენ პიტიახშის მაგალითად, მე იმას არ ვამბობ, რომ ეს ვარსკენ პიტიახშიც არის, ასე არ მიიღოთ.
აი ვარქსენ პიტიახშის მაგალითიც კი საკმარისია. შესაძლოა რომ აი იმ დიდ აზნაურმა თუ პიტიახშის ტოლმა თუ იქნებ ვიღაც პიტიახშმა სულაც ახლა ბოლოს და ბოლოს მარტო ვარსკენი ხო არ იყო ქვემო ქართლის პიტიახში იმ დიდი ზეწოლის მოსყიდვის დაშინების თუ 1000 საშუალების 1000 ზეწოლის შედეგად დავუშვათ მიიღო მაზდეანობა და თავის მასში სასახლეში ასეთი პატარა ეს სალოცავიც მოაწყო. ხო, ეს არის ჩვენი ძალიან სიფრთხილით გამოთქმული მოსაზრება და ვიდრე ბოლომდე არ გაითხრება ეს კომპლექსი შეიძლება შეიცვალოს კიდევ ეს მოსაზრებები, მაგრამ ჯერჯერობით აი ამ აზრზე ვარ და შესაძლოა რომ ხო ადვილი გამოსავალია თქვათ მტერმა და მოვიდა მტერი და დააქცია წაუგიდა ცეცხლი და ეს მაგრამ მე ვფიქრობ რომ შესაძლოა ეს ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის არსებულ ძალიან დიდ ჭიდილს შეეწირა და იყვნენ ქართველი ქრისტიანი მეფეები რომლებიც ებრძოდნენ ხო ამ ყველაფერს და იგივე ვახტანგ გორგასლის ახლა ვერ ვიტყვი რომ ეს ვახტანგ გორგასლის და ეს არის მაინცსა და მაინც მაგრამ მაგალითად მომყავს რომ ის მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა და ებრძოდა მაზდეანობას და თუნდაც მე-7 საუკუნის დასაწყისით მოვლენები როდესაც ჰერაკლე კეისარი აგერ თბილისს იღებს და შემდეგ ქვემო ქართლში ჩადის ქვემო ქართლით მიდის ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად მერე ბრუნდება უკან და სწორედ იმ გზაზე დევს ეს ძეგლი და სულაც არ გამოვრიცხავთ რომ დავუშვათ ჰერაკლე კეისარი რომელმაც დაბრუნების შემდეგ სისხლისღვრა მოაწყო მაგალითად მცხეთაში თბილისსა და უჯარმაში ხო გასცა ბრძანება რომ თუ ვინმეა მოგვი ყველა უნდა შევიდეს ეკლესიაში და მიიღოს ქრისტიანობა მათ უარი თქვეს და მოკლედ სისხლის ტბები დააყენა შესაძლოა იმ მოძრაობის დროს ეს მხოლოდ ვიმეორებ მხოლოდ ესეთი მოსაზრება რომელიც ჯერჯერობით გამყარებული არ აქვს შესაძლოა აი იმ ლაშქრობების დროს ცესთაყვანისმცემელთა მოძულე ჰერაკლე კეისარმა ადგა და ესეც დაანგრია და მიწასთან გაასწორა. აი ეს არის ჩვენი გათხრების შედეგები და ნუ ის პატარა მოსაზრებები რომლებიც ჯერჯერობით გვაქვს და მადლობა ყურადღებისთვის. აი სადაც საკურთხეველი იყო იმ დარბაზში მე მომეჩვენა თუ იატაკიც ალიზის აგურით არის მოგებული. რაღაც ეს კურთხეველი ისეთ როგორ არის? ალიზის აგურით არა. აი ეხლა ვნახოთ ერთად. თუ შეიძლება. კი ბატონო. ეხლა ხო, აი აქაც ჩანს. ხო, იცით როგორ არის? აგური კი არ არის. არის გუნდა თიხის ალიზის გუნდა, რომელიც იატაკზეა დადებული და აი კარგად ეთყობა აქ ერთმანეთთან როგორ არის გადაბმული ზოგი დიდი გუნდა ზოგი პატარა გუნდა და მათ შორის ეს ისინიც არის რა ხაზებიც არის დარჩენილი ანუ იატაკი არის მოტკეპნილი ოღონდ ესე გუნდა მოაქვთ ადებენ და ტკეპნიან და შეერთების ადგილებია აი ეს შემორჩენილი ალიზია რა თქმა უნდა კი მაგრამ არა აგური. ხო. ნუ პრინციპი აგურის ფორმა გერმანტერს. დანარჩენი მე. კიდევ თუ ვახშე კითხვა. ამ სასახლეს კი დასაწყებია, მაგრამ გარშემო არ აქვს რაიმე დასახლების კვალი, სამეურნეო ნაგებობა. როგორ არის სცენარი? აი გავთხარეთ ჯერჯერობით აი ეს ნაწილი. მე ხო წერა თქვი რომ აი აქ არის ძალიან დიდი დასახლება. ძალიან დიდი დასახლება, რომელიც აუცილებლად კავშირშია ამასთან, იმიტომ რომ რაც კრამიტები გავთხარეთ, ავკრიფეთ,
იგივე კრამიტები იკრიფება აი აქ. ოღონდ ეს ნაწილი ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვითხრია, იმიტომ რომ გვეჩქარებოდა აი ეს ნაწილი, ხედავთ როგორ არის და რაც შეიძლება მეტი უნდა მოგვესწრო, რომ აი ეს ნაწილი შეგვესწავლა და ჯერჯერობით არ ხო, აი ცენტრი აი ამ სასახლის არის აი აქ. ჯერ ჩვენ ნაპირს ვთხრით. აქ უკვე ხევია, აქაც ხევია, აქეთ იქით არ ჩანს. აი აქეთ კი არის კაი დიდი დასახლება. კავშირში რომ არის ვიცით, მაგრამ აი როგორი კავშირია არ ვიცით. ეს არის დამხმარე და ეს არის მთავარი თუ მთავარი ეს არის და ის არის დამხმარე არ ვიცით. ჯერჯერობით არ ვიცით. მანძილი არის 50 მეტრი სულ რაღაც. ერთი ფაქტიურად ერთია, ოღონდ ორ ჯგუფად არის რა და ერთმანეთთან ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო გამხრენებს ბატონ დავით ჩემპიონატისება პროსპერას ძალიან მნიშვნელოვანი წერილია ძალიან მნიშვნელოვანი მე მინდა ესე იგი წმინდა არქეოლოგიაზე ვთქვა რომ ესე იგი დედოფლის მინდორსა და ამ ძეგლის საკუთრების შუა არის არმასიტეზე გაწეული საკუთრება რომელიც ალბათ მეორე მესამე საუკუნის წარებულებს იყო შეიძლება თავისუფლად გავადეოთ თვალით ასეთი საკუთრების ისეთი ხანგრძლივას ფუნქციონირებას ეგერთი ესე მერის თქმა მე დამიტკიდე რომ აი პირველი ნომერი რომ იყო ბაზისის ორნამენტი ზუსტად ეგეთი ორნამენტია ასევე აგიმეძე ისიც არის ესეთი გვიანანტიკური ხანით აი პირველი ნომერი როაწერია იმაზე ვიუბნებ ეს კი აი თითქოს ერთმა ხელოსნებმა გააკეთა ეს არქეოლოგიას ეხლა მეორე პირველი ესე იგი სულად მეთანხმები რომ ეს ნოქვემოხარჯი როგორც წესი ერესტაებს ნაკლებად ეძახიან ესენიანი პეტიახები და პეტიახი არ არის მარტო არშუშას და ბავშვების დონის ხო ჩვენ არმაზის წევში ვიცით რომ ჩვენ გვაქვს ძირე პეტიახი ხო ესე არის ძირე პეტიახსა ბავშვა მეფისა პედაგოგი მიწერია ისე რომ არ არის გამორჩეულებს ესე იგი ის უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი დაქვემდებარებული იყოს უფრო დიდი პეტიახსა და რაც შეეხება პეტიახებს თუ სამშობლის სიონის წარწერა მეორე საუკუნეა იქ ჩვენ ესე იგი ნათესავი პეტიახის არის ყავს ესე იგი დაფიქსირებული ისე რომ სადღაც ესე იგი თემი 700 წლის მანძილზე მაინც ქართლში ქართლში პეტიახები ყავს სხვადასხვა პეტიახები არიან ისინი და შეიძლება ეს სასახლე მართალია ეს არის სასახლე მაზდიანის სასახლეა ყველა ვარიანტში რომელიც პრინციპში მე მაინც მართალი ხარ რომ ეს შედარდულების შედეგად არის ესე არის გაიტანეს ყველაფერი და ძალიან მცირე ეს მე მინდა ძალისი დავიწერო ამ ძალისი ესე იგი აი გეგმარებით შედეგულობის ტექნიკას თაც გავს ძალისი საერთოდ ეს პრინციპში და სასახლის ვეძახის კორიდორები და შედეგულობის ტექნიკა ბევრი რამე ჩანს ის ძალიან კარგად თარიღდება ყოველ შემთხვევაში დამაგრებული თარიღი ვიცით ეს არის შაპურ მესამის დროინდელი და ბულავაკ თავისი წარწერა პირდაპირ ესე იგი ირანის სამეფო კარიდან გამოგზავნილი რაღაც გაღნილი მოვიდა ძალის ესე იგი ეს ვიცით ჩვენ ესე იგი მე ისე თქმა მინდა ამიტომ ესე იგი ეს სასახლე თქვენს მიერ გაწეული შეიძლება სრულიად მეორე საუკუნიდან ყოველ შემთხვევაში სასანიდების პერიოდში მაინც იყოს ესე იგი აქ აშენებული და ძალიან კარგი იქნება და ყველა მიროსამები თუ ეს გათხრილი გაგრძელდება იმიტომ საქართველოს ისტორიისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტთან აქვს ნამდვილად საქმე და მეტად წარმატებული ისტორია. მადლობა.
ხო, მე მინდა დავამატო რომ ესე იგი წეღანაც აღნიშნო შესაძლოა უფრო ადრეული იყოს ვიდრე მე-5-6 საუკუნე არ გამოურიცხავდა მაგრამ ჯერჯერობით არ გვაქვს ის ხელმოსაჭიდი იმათ მხოლოდ ვარაუდით ვამბობთ რომ შესაძლოა ეს იყოს გვიან ანტიკური ხანის გვიანდელ ეტაპზე ან გვიან ანტიკურ ხანაშიც აშენებული რომელიც მე აგრძელებს ცხოვრებას და აი მე-5-6 საუკუნემდე მოდის ხო და დიახ ძალიან მაღალბუნეზე შესრულებული არის რომანი. მე ეს შეხვედრა შეხვედრია სტელებს. ეთქრო ძალიან რომ მე ვსაი ზუსტად და ბონუსი ძალიან. და მე ეს ძეგლი არის სასახლე და აი დედოფლის მინდორი რა ის დედოფლის მინდორი აი საკურთხეველთან დაკავშირებით და ცეცხლის იმასთან დაკავშირებით. აი ხონდა ძალიან საინტერესო ძეგლია ძალიან მაგრამ აი ეს მასალა თქვენ გაცნობთ იმის საშუალებას რომ ეს ძალიან ადრეული ხანი და არა რა თქმა უნდა არა მე აი ეს არის ბაზის ორნამენტები ბაზისა ყველა აი მოდი ნახოთ კიდევ აი ეს პირველი და აი სუპირველი და იქით რაც იყო აი მასე გადაგიწა აი ორნამენტზე აი პირველი და პირველები რაც აწევია აი ესენი არის იმიდან ერთი ბაზიდან არის ეს არის ბაზის შემკულობა თავიდან როგორც კი გავთხარეთ ბატონო გოგი ესეთი ყველას გაგვიშთა ის აზრი რომ ეს თავისთავად სტელა და სხვა არაფერი იმიტომ რომ სტელის ორნამენტებია აბსოლუტურად ერთი იმეორებს დიახ მაგრამ აი თავიდან ეს სწორედ ეს ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული საკუთრება ეს ხუროხტები ძალიან საინტერესო რაღაცაა და თქვენ შეიძლება მან ეს სტელაც იპოვოთ. ხო არა გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება მოხდეს რაღაც. კარგი ხანი ჩვენ ფიქრობდით რომ ეს არის სტელები, მაგრამ მე ერთი წინააღმდეგობა წარმოიშვა, იმიტომ რომ ეს დახურულ სივრცეში გამოვიდა ეს ყველაფერი. ხო და მე როცა ეს დაშლილი ის ვნახეთ უკვე თავიდან ერთი ეს მტკვარში გადაგდებული ვიცოდით ამოვიღეთ ვნახეთ სტელასთან ვნახეთ რომ მას კავშირი უკვე აღარ ქონდა იმიტომ რომ ფორმა სხვანაირი ქონდა და მე როცა ეს თვითონ დარბაზში ვნახეთ უკვე ორ ადგილას დაშლილი და ერთი სრულად იყო და იქიდან არის ეს აღებული ისინი დიახ ის აშკარად ბაზაა და რა სტელა იმიტომ რომ ხო არა ეს პატარა ნატეხებია ახლა ის კასაგებია ძალიან საინტერესო ძეგლი უბრალოდ აი მე მაინტერესებს თუ სასახლეა ეს რა ის კონტაქტი აი ამ თუ მასდიანი კი ბატონო მასდიანი ძალიან საინტერესო ძეგლია თქვენს და პრობლემა გითხაროთ და მithumetes თუ მასთან არის კავშირში ამ დედოფლის ხო აი ამ რაღაც ცეცხლის ტაძართან დაკავშირებით ხაი აი შეიძლება კი რა ნამდვილად უნდა კონდეს ეს კავშირი ახლა 5 საუკუნეა მართლა განსხვავება მაგრამ ახლა წეღანას ვთქვი რომ ეს ისეთი რამეა საკურთხეველი რომელიც ესე ყოველ იმაზე არ იცვლება ხო იცვლება მაშინ როცა რაღაცა დიდი ცვლილებები ხდება მაშინ რელიგიაში და დიახ ბატონო მადლობა თქვენ